მე მქონდა ორი არჩევანი. ერთი არჩევანი ეს იყო, რომ მეღალატა ჩემი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის და დავრჩენილიყავი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ერთგული, ან უნდა მეღალატა ნაციონალური მოძრაობისთვის და დავრჩენილიყავი ჩემი თავის, ჩემი პრინციპების, ჩემი სამშობლოს და ჩემი შვილების ერთგული. ეს არჩევანი განაპირობა იმან, რომ სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მომიწია მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში და 2000-2011 წლებში განსაკუთრებით ისეთ დეპარტამენტში და ისეთ სამმართველოში, სადაც ძალიან კარგად ჩანდა, რომ 100%-ით თავიდან ბოლომდე ბოროტი ბუნების ხელისუფლებას წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობა. ეს იყო ეგრეთ წოდებული სოდი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მთავარი სამმართველო. ეს იყო უბრალოდ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი სამმართველო. დანარჩენი მეტი სამართალდამცავ ორგანოსთან ამას საერთო არ ქონია და ამ დანაყოფის საქმიანობის 90% სამწუხაროდ ეთმობოდა პოლიტიკური დავალებების შესრულებას და ეს იყო ის, რომ მიდიოდა ნარკოტიკების ჩადება იმ ადამიანებზე, ვინმე სადმე გადაეღობა ზევით პოლიტიკურ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ ოპონენტებზე, როგორ თქვა, ბიზნესმენებზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რისი გულისთვის, როგორ უმიზეზოდ შეეძლოთ ადამიანი გაეწიათ და ჩაიდოთ ნარკოტიკი და გაეშვათ ციხეზე. იქ კიდე რას უშვებოდნენ და უკეთებდნენ, ეგ კიდე ცალკე საქმეებია. ეხლა მიდის კაკრას ბესი ხარძიანის საქმის განხილვა იმ საპარლამენტო კომისიაზე. და სწორედ ჩემმა სამმართველომ დააკავა აცხონოს მერთმა ხარძიანი. უბრალოდ მე მაგ ღონისძიებაზე არ ყოფილა მაგ დღეს, მაგრამ ხო ვიძახი ხარძიანის მსგავსად ყავდებოდა 90% იმ ადამიანების, ვინც დაჭერილი ყავს ამ სამმართველოს. რაც ხალხმა მოგვიანებით ნახა ეს წამებები, ცემები და 1000 უბედურებები, თვალთვალი და მიყურადებები, ეს ყველაფერი მე ძალიან კარგად ვიცოდი და ამ რაღაცა დამპალი სისტემის ნაწილი ვიყავი მე სადღაც ერთი ჭანჭიკი, მაგრამ როცა ჩემ თავთან რჩებოდი მარტო არასწორ ადამიანთან რჩებოდი და ეს ფსიქიკას მირყევდა. გარდა იმისა, რომ სისტემიდან შიგნიდან ხედავდი რაც ხდებოდა და რა რეჟიმიც იყო და რასაც აკეთებდნენ, გარდა ამისა სამი სკოლა მაქვს გამოცვლილი. ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდი და ძალიან დიდი სამეგობრო, საახლობლო ნაცნობების წრე მყავს და ჩემი ახლობლების და ნაცნობების და შინაურების 90% შეეხო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი. ჩემი უახლოესი ძმაკაცის მამა სამწუხაროდ ციხეზე ცემის და წამების შედეგად გარდაიცვალა და პანაშვიდზე რო ვიყავი აცხონოს ღმერთმა მიცვალებულს რო შევხედე, გული შემიწუხდა. მიუხედავად იმისა, რომ მორგში საათები მაქვს გატარებული და ეს გაკვეთაც და გამოკვეთაც და ეს სცენები ჩემთვის უცხო არ ყოფილა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რომელსაც ვიხსენებ პანაშვიდზე, ჩემი უახლოესი ძმაკაცის მამა, რომელიც მთელი ცხოვრება ეს კაცი მახსოვდა, რო შევხედე მიცვალებულს, მართლა გული შემიწუხდა, ისეთ მდგომარეობაში იყო თვითონ სხეული გარდაცვლილის გვამი. შესაბამისად მე ჩავთვალე საჭიროდ და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად, რომ დავუპირისპირებოდი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას და ამ რეჟიმის ჩამონგრევის და მხილებისთვის ჩემი თამაში მეთამაშა.
და როგორც კი გამოჩნდა ის ძალა, რომელიც ვიფიქრე, რომ შეძლებდა რომ მორეოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას, აი აქ უკვე გადავდით ჩემი ნაბიჯი და კონკრეტული უსამართლობების და კონკრეტული არასწორობების ფაქტები არაფრის სანაცვლოდ კონკრეტულ ადამიანს გადავეცი და მე ამისთვის არ მომითხოვია არც ერთი თეთრი, არც თანამდებობა, არც მომავალში, არც აწმყოში, არც რამე პრივილეგია და არაფერი მსგავსი. ამის ფაქტს ვერ მოიტანს ვერავინ, რომ მე ვინმეს რამეს ვთხოვდი სანაცვლოდ, ან ვინმე რამეს მპირდებოდა რამის სანაცვლოდ, ან რომ ლარიანი ამეღოს და ან რამე ქონება მიმეღოს და ან რამე პრივილეგია. ბუნებაში არ არსებობს ესეთი ვერც პიროვნება იარსებებს, რომელიც იტყვის ამას და ვერც ვიდეო და ვერც ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნება ამის. იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი, რაც ნაბიჯიც გადავდგი საკუთარი სიცოცხლე დავდე სასწორზე და ოჯახის კეთილდღეობა და მეგობრების და აი ეს ყველაფერი იმიტომ გავრისკე და ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ ჩემ თავთან ყოფილიყავი პირველ რიგში მართალი და ის ჩემი ცოდვები რაღაცნაირად მე თვითონვე ჩამომერეცხა და მეორე დავრჩენილიყავი ჩემი ქვეყნის ერთგული, ჩემი ხალხის, ჩემი მეგობრების, ჩემი შვილების და რა თქმა უნდა დიდება ღმერთს, რომ ღმერთთან ყოფილიყავი მართალი. აი ეს იყო და ვფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზული მიზეზი მქონდა იმისა, რომ აი ეს ნაბიჯი გადამედგა და დავპირისპირებოდი ნაციონალურ მოძრაობას და მემხილებინა თუ რა დედამოწყმულებიც იყვნენ აი ეგ ახალაიები, მერაბიშვილები და სააკაშვილები და ვინც იყვნენ და ვინც არიან. და სწორედ ამის გამო ნომერ პირველი სამიზნე ვიყავი სისტემისთვის და მე უნდა სამაგალითოდ დავსჯილიყავი, რომ ვერავის ვერასდროს ვეღარ გაებედა სისტემის წინააღმდეგ წასვლა და მე შიდა განწყობები იმ დროს ძალიან კარგად ვიცი და გეგმავდნენ და აპირებდნენ, რომ კიდევ მინიმუმ 10 წელი უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, ეს მათი გეგმები იყო და აი ამას რო წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება კიდე ბოროტება გაგრძელებულიყო, გული მისკდებოდა და მიჩერდებოდა და იმიტომაც გადავდგი ის ნაბიჯი, რაც გადავდგი და არც ერთი წამით არ მინანია არასდროს. მაშინაც კი აი როცა თავის მოკლამდე მივდიოდი ხანდახან ფიქრებში ისე მივდიოდი უკვე ძებნილობის დროს მარტო მიწევდა რა თქმა უნდა ყოფნა, არანაირი ინფორმაცია, არანაირი დამლაპარაკებელი, იარაღით ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე ჯერ არც ამიყვანდნენ ცოცხალს, მაგის არ მჯეროდა, მაგრამ თავს ვიზღვევდი, იმიტომ რომ თუ კი მომაგნებდნენ და თუ კი მოვიდოდნენ ჩემთან, უბრალოდ უნდა ერთი გასროლა გამეხორციელებინა, რომ ფიქრობდი, რომ ამ გასროლის ხმაზე საპასუხო ცეცხლს გამიხსნიდნენ და ან მოვკვდებოდი და გადავრჩებოდი გაუპატიურებას და ჯოჯოხეთს ამ ქვეყნიურს და ფსიქიურ შეშლას, ან თუ დამჭრიდნენ და იმ ძიმეთ დაჭრილი ვიქნებოდი, აი ამ ძიმეთ დაჭრის უკვე ისე ვეღარ მაწამებდნენ და აი ამებს ყველაფერს ვფიქრობდი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცოდი, მე რო ცოცხალი მათ დავეჭირე, აი როგორც კადრები გაქვთ ნანახი ვიღაცებს რო აუპატიურებდნენ, იგივე დღე მელოდებოდა მეც და შესაბამისად არ ვაპირებდი, რომ ესეთ თავისუფლად ავეყვანი. არც არავის არ მოკლავდი, იმიტომ რომ კარგად ქონა გააზრებული იქ, ვინც მოვიდოდა ჩემთან და პირველი ვინც შემოვიდოდა ის ჩვეულებრივი ჩემნაირი პოლიციელი იქნებოდა, სპეცნაზელი თუ ისე რა მნიშვნელობა აქვს, რომელიც უნდა დამეღუპა და ღმერთმა დამიფაროს და ღმერთმა დამიფარა ამისგან და არ ვაპირებდი მოკლედ დამიზნებით სროლას ვინმეზე, უბრალოდ ვაპირებდი, რომ გასროლა მომეხდინა იმის იმიტაცია გასროლით, რომ აი გულითო მოვესვი. მადლობა ღმერთს, რომ ჭკუითაც ვაჯობე ნაციონალურ მოძრაობას და მოხერხებითაც და რა ვიცი, ვერ შემაშინეს და ბოლო-ბოლო ფეხებიც ვერ მომჭამეს და მაგაზე უფრო
მაგარი კაცი ვარ ყველანაირი გაგებით, მაგაზე უფრო მაღალი ფასეულობების ვატარებდი მაშინაც და ეხლაც და უფრო კარგი ვარ, აი მოკლედ რო თქვა, ბევრად ვიდრე აი ნაციონალური მოძრაობა რაც არის 100-ზე რო კიდე გადაამრავლო ერთმანეთზე. და იმ ადამიანებსაც შეუნდე, ვინც მე წამებისთვის გამემეტა და ვინც არასწორად მომექცა, ამ ადამიანებსაც შეუნდე და ეპატიოს და ღმერთმაც აპატიოს. და არც ერთი ადამიანი არ არის დედამიწის ზურგზე, რომელსაც პიროვნულად ჩემს გამო, აი ამ ჩემი გადადგმული ნაბიჯებით პრობლემა შექმნოდა სისტემაში. იმ ადამიანებს გულისხმობ, ვისთან ერთადაც მე ვმუშაობდი. ვერც ერთი კაცს ვერ ნახავს ვერავინ, ვისაც ჩემს გამო პრობლემა შექმნა, ან დაიჭირეს, ან სამსახურიდან გააგდეს, ან რამე პრობლემა შეუქმნეს ვინმეს. ესეთიც არ არსებობს ბუნებაში. პირიქით, ჩემი მეგობრები, ის მეგობრები დაზარალდნენ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომელიმე მეგობრებსაც საერთოდ სისტემასთან შეხება არ ჰქონდა და მე როცა გავიქეცი, სწორედ ჩემ მეგობრებს მიადგნენ და დაიჭირეს და ციხეებზე გაუშვეს და აჯარიმეს და აღარ მოუყვები აქ რეები უქნეს და როგორ გაამწარეს ადამიანები, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი მეგობრები იყვნენ. აი ეს არის და ვთვლი რომ გასაგებად ავხსენი ის სიტუაცია თუ რამ გადამადგმევინა ის ნაბიჯი, რა ნაბიჯიც გადავდგი და რატომ მომნათლეს მოღალატე. კი ნაციონალური მოძრაობას და აი მათ ავადმოყოფურ სისხლიან რეჟიმს უღალატე და დავრჩი ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის, ჩემი მეგობრების და ჩემი საკუთარი თავის ერთგული და უარი უთხარი იმ რეჟიმს და აი იმ რეჟიმში ყველანაირ პრივილეგიას და ყველაფერს, რომელ რეჟიმსაც წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობა და კიდევ ბევრს გაიგებს ხალხი იმაზე, თუ რამდენად ბოროტი ხელისუფლება იყო ნაციონალური მოძრაობა. აი ეს არის ის თუ რამ გადამაწყვეტინა, რომ საკუთარი სიცოცხლე შემეგდო სასწორზე და დაუპირისპირდებოდი ნაციონალურ მოძრაობას და ასევე ის თუ რის სანაცვლოდ გავაკეთე ეს. არაფრის პირადი სარგებელს რაც შეეხება, არაფერი მსგავსი, როგორც აღნიშნე, არ მიმიღია არასდროს, არც მომითხოვია, არც შემოთავაზება ყოფილა და საერთოდ ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი. რაც გავაკეთე, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რაც უკვე ჩამოვთვალე. იმის გამო, რომ პირველ რიგში ჩემ თავთან ყოფილიყავი მართალი, ჩემი ქვეყნის ერთგული დავჩენილიყავი, ჩემი ფიცის, ჩემი ძმაკაცების, მეგობრების და ჩემი ქართველების. აი ეს არის თავი და ბოლო, შინაარსი ამ ამბის.